არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციებს მართავენ. ეს ფაქტი დღეს ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელმა დაადასტურა. ლევან ვეფხვაძის თქმით, ქართული ოცნების კანდიდატს გამარჯვების მცირე შანსი აქვს და მისი აზრით ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური აუცილებლად გახდება საჭირო, სადაც ერთიან არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატს გამარჯვების დიდი შანსი ექნება. თავისუფალი საქართველოს ლიდერი კი ადასტურებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად რამდენიმე პარტიასთან კონსულტაციები უკვე ჰქონდა და კვირის ბოლომდე ის ყველა არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას შეხვდება. კახა კუკავა ამ პარტიებთან ერთად ახალი კოალიციის შექმნასაც არ გამორიცხავს. მარგველაშვილი მათი ოპონენტებისთვის ჩვენთვის არის საბოლოოდ კარგი კანდიდატი, სწორედ იმიტომ, რომ ის ოცნებისთვის არის ცუდი კანდიდატი. რადგანაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმის გამო, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერთა მხოლოდ ნახევარს მოსწონს მარგველაშვილი, გარდაუვალი არის ქვეყანაში მეორე ტური, ის ვერ აიღებს 50%-ზე მეც, ვერ გადალახავს ამ ბარიერს და შესაბამისად მეორე ტურში სწორი კანდიდატურის დაპირისპირების შემთხვევაში არის შანსი, რომ მარგველაშვილი დავამარცხოთ. ჩვენ ვთვლით, რომ პრაქტიკულად არანაირი შანსი არ ექნება ცალ-ცალკე წამოყენებულ კანდიდატებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან და უკვე დასახელდა რამოდენიმე პარტიის მიერ ნაჩქარევად გამოცხადებული კანდიდატები. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები ყველა არასაპარლამენტო პარტიასთან, გამოთქვამთ სურვილს, რომ შევხვდეთ გიორგი მარგველაშვილს, თუ ის უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ამასთან დაკავშირებით თავის თანხმობას გადაცხადებს და მოვისმინოთ მისი შეფასებები საგარეო და საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.